ის რომ ხალხი მზად იყო ხელისუფლების ცვლილებისთვის და იყო მაღალი აქტივობა და ბრძოლაში იყო შესული მშვიდობიანად ხალხი არჩევნების დღეს ამან აიძულა ბიძინა ივანიშვილი შიშისგან გაეკეთებია საარაკო სიგიჟეები და ჩვენ არათუ არ დავიცავით ხმები ვიცავთ ხმებს და ბოლომდე დავიცავთ არა მე უშუალოდ აი საარჩევნო შედეგზე ჩაკუჩდა იმას რა ქვია უროს ხوار ჩავარტყამდით ხო წარმოუდგენელი რაღაცეები ხდებოდა ხო დარბებები იყო იარაღიანი ხალხი დარბოდა და ანუ ამ მასშტაბს ვერ წარმოიდგენთ ბატონიკა ეს მოულოდნელი იყო და ძალიან ვერ წარმოიდგენია თავად დიახ და ყველაფერი იკადრა იმდენად იკადრა რომ არია და მამაზე ვერავინ ვერ გაასწორებს ამ შედეგებს უკვე ოშ გაყალბებულ ლოქებს. დანში უბრალოდ ახლა მიწერია 100 საარჩევნო უბანია მეტი კი არ არის ხო 100 საარჩევნო არ ცოტა არც ბევრია მაგრამ 98 უბანზე ვერ დასვეს ბალანსი. და მთლიანად ქვეყანაში 2000 საარჩევნო ოქმი არის ყალბი რა 3700 უბანია და 2000 უბანზე ვერ დასვეს მაჟორიტარულ ნაწილში ეს ძალიან ბალანსი ხო 53%-ია მთლიანად არჩევნები არ ჩატარებულა მიუხედავად ამ ყველაფრისა უბრალოდ ვერ გაიმარჯვა უამრავ ოლქში თბილისში დიდ ქალაქებში ვერ გაიმარჯვა ჯამურად წააგო იმიტომაც არ უნდა პროპორციულად წარმოიდგინეთ ეხლა რომ ყოფილიყო პროპორციული თლიანად საარჩევნო სისტემა რისთვისაც ვიბრძოდით ივნისის თვეში და მოგოწყვილა ერთხელ მოგოწყვილა ორჯერ აი უკიდურესად გაყალბების პირობებშიც კი წარმოიდგინეთ 48% დაიწერა ხო ესეც კი არ ყოფოდა ხალხმა თავისინება უკვე ხალხმა გამოხატა და თქვა რომ ეს აქეთ ხარეს ვინც არის 48% რო დაიწერა ამ 48%-ითაც არ მიდა არ ყოფნის ის 52% უნდა იყოს ხელისუფლებაში ახლაც კი კი ბატონო ასე გამოდის რომ უმრავლესობაში არის ოპოზიცია იმიტომ კი არა რომ აი ჟინი გვაქვს არანორმალური ოპოზიციაში ყოფნით დავიღალეთ ხელისუფლებაში გინდა თუ არა ეხა იქ კაბინეტებში შესვლა ამორიცხული ეს ადამიანი ხუფავს აი რაღაცა ზამთარში რომ ხუფავე რაღაცას დამარინირებულ კიტოს ავიზო ჩადებენ დახუფავენ და შედებენ თაროზე და ავიზო წლებმა შეიძლება იქ გასტანოს ქილაში თაროზე შემოდა ესე უნდა ამ ადამიანს რომ არჩევნები აღარ ჩაატაროს და კომენდანტის საათი გამოგიცხადოს რომ არ გააპროტესტო მერე ფარცხალაძე მიაროს თავისი Range Rover-ით თბილისის ქუჩებში მერე ოჯახის წევრებმა კომენდანტის საათი სწორედ იმისთვის არის გამოცხადებული რომ საპროტესტო აკცია არის ზუსტ არ უშველის ესეც გამორიცხულია და ბევრი აქ სალაპარაკო ეხა ამ სტუდიაში აღარ არის ძალიან ბევრი იქნება სალაპარაკო ხვალ რუსთაველის გამზირზე აი რა უნდა უთხრათ კი ბატონო ხვალ ვისაუბრებთ და რუსთაველის გამზირზე ყველამ უნდა კარგად გავიგოთ რომ არის ამავე დროს აი ჩათვალეთ რომ არჩევნების დღე არის ხვალ არჩევნების დღეა ამავე დროს ჩათვალეთ რომ ელჩებთან არის შეხვედრა რუსთაველის გამზირზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან არის სოფლიომ უნდა დაგვიგოს პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრი გასაგებია რომ გადადის ხვალ რუსთაველის გამზირზე სადაც თქვენ ელოდებით ძალიან ბევრ ადამიანს და ეს არის ზუსტად ის ადამიანები ვინც მართლა რიგში ჩადგა ამ კოვიდ პანდემიის პირობებში და ვინც მივიდა ალბათ არა იმიტომ რომ კარგად ცხოვრობს 8 წელი ეხლა რა ნამუსით უნდა მივიდეს რომელიღაცა პოლიტიკოსი რომელიმე პარტიას ვის არ უნდა წარმოვადგენდეთ ხო შემდეგ არჩევნებში და როგორ უნდა დაარწმუნო ის ადამიანი რომ მომეცი ხმა და მე აღარ მოგცემს ხმას და საერთოდ არ წავა არჩევნებზე ეს იმიტომ რომ აგერ ეხლა აი მაგალითი კახა ოქრიაშვილს ვესაუბრებოდი დღეს 2012 წელს ხო გაცილებით მეტი არა მაგრამ ნუ მეტი ამორჩეველი მივიდა არჩევნებზე იმიტომ რომ ნუ ეხლა მას შემდეგ 800,000 ადამიანი გავიდა ქვეყნიდან ბევრი მივიდა წელს, მაგრამ 2012 წელს ყველა მივიდა. და კახა ოქრიაშვილის ოლქში სამაჟორიტარულში, ხო? 10,000-ით მეტი მივიდა, ვითომ ვიდრე 2012 წელს. ანუ ჯამურად ქვეყანაში. ნაკლები ადამიანი მოვიდა 2020 წელს, ვიდრე 2012-ში. და მაინც იქ 10,000 დაწერეს ხარდოდა. ამიტომ ყველანი რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებით მინდა, იმიტომ რომ 5 თვე ვიცხოვრე გდანის რაიონში 4500 ადამიანი ვიყავით მარტო გდანის რაიონში კამპანიურ შეხვედრაზე. ყველანი უნდა წამოვიდეთ, ჩემო ძვირფასებო. ყველანი უნდა აბდგეთ საჯარო მოხელეებს
ვთხოვ, რომ პირბადე ზოგი ჭირი მარგებელია, გავიკეთოთ, გუდი დავიხუროთ, სამინისტროს თანამშრომლები ვართ, მოვიდეთ, ვერავინ ვერ შეგამჩნევთ. და ძალიან მალე რუსთაველის გამზირზე, როდესაც დაინახავს მთელი სოფლიო ერს, თუ ვინმე შეეშინდება ხვალვე ხელისუფლებას, რომელიც ჩემი ღრმაწმენით და დაწუნებით ჩვენი ღრმაწმენით, ხელისუფლება აღარ არის. ეს არ არის ხელისუფლება, ეს არ მართავს. ეს უბრალოდ ჩაგრავს ადამიანებს და იყენებს ბერკეტებს, რომელიც აქვს მიტაცებული. კარგი, აი რა მდგომარეობაშია ხელისუფლება? რა მდგომარეობაშია ახლა ხელისუფლება? ბატონიკა, ამაზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, მაგრამ მე მინდა რომ მანამდე მოვისმინოთ დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი ახალი სახია გიორგი ხელაშვილი, რომელმაც დღეს გააკეთა პირველი ბრიფინგი და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა რომ კონკრეტულად აი ამ ადამიანს დაავალეს ამ განცხადების გაკეთება, რასაც დღეს ჩვენ ერთად მოვისმენთ. თქვენ იცით რომ დღეს მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი, საოლქო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა და მოდით ახლა თუ არის საშუალება რომ მოვისმინოთ რა განცხადება გააკეთა ქართული ოცნების წევრმა გიორგი ხელაშვილმა. ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოუწოდებთ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით. მოუწოდებ სამართალდამცველებს რომ დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით. რას უპასუხებთ? რა ქვია ამას? ეს ადამიანი ხა უკვე უნდა მიდიოდეს ქართული ოცნებიდან. ეხლა ამათ ვიზიარებ, მონაწილე ვართ ამ წუხარების, ბიძინა ივანიშვილია. არავის სიკვდილი ნორმალურ ადამიანს არ უნდა უხაროდეს და ერთად ყველა ჯანმრთელად განყოფოს, მაგრამ ეს უბედურება დაატრიალდა და არ ტოვებს შანსს ოპოზიცია დაადანაშაულო ადამიანის სიკვდილში. ეხლა ვაპატიეთ ერთი წუთით, ეხლა თამარ ჟვანია ერთმა დიდხანსაც 100 წელიაც უძღვს, მაგრამ თამარ ჟვანიაზე დიახაც საზოგადოებრივი ზეწოლა მიმდინარეობს ეხლა. იმიტომ რომ არის ქურდი ხმების, იმიტომ რომ ისტორიის გამყალბებელია. ღმერთმა დიდხანსაც უძღვს, მაგრამ ეხლა რაღაცა მას რომ რამე დაემართოს საზოგადოების ბრალია, ჩემი ბრალია, თქვენი ბრალია, თუ მოგელია თქვენთვის, იმიტომ რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა დააბრალეს ბოლო არჩევნების წინ ადამიანს, ადამიანს გარდაცვალებაში ხმა არ ამოუღია. არ ენდომებოდა ამ ყველაფრის ჩატარება, ხო? მით უმეტე ზახალია. დაავალეს ლაშა ნაცუშულმა, შალვა რამიშვილმა, არ ვიცი, ნიკა ლამიშვილმა, და ესაც გამოიწვია. კი ბატონო.